არ ვიცი, მაგრამ საერთოდ კარგი იქნებოდა თუ მართლა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის და ამ ასე უცნაური დაჯგუფებების თუ დეპარტამენტების შექმნის შედეგი იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაინც არ გამოვიწყდა რომ შიდა კოცური სიტუაცია იყოს და ვინ რაზე ვერ შეთანხმდა ამას მაინც აქედან გარედან ვერ გაარკვევ. და ისიც ფაქტია რომ ეს რაღაც ფიქტიური თანამდებობები რომ საკითხით მე მგონი ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა რომ ადამიანს სამსახურიდან გაუშვა. ვიდრე ეს უცნაური გადაადგილებები გააკეთო. ბოლოს და ბოლოს თუ პრემიერს სჭირდება მრჩეველი, მეგობარი და ვიღაც დამხმარე, ის ყოველთვის შეუძლია საშვი გასცეს და კაბინეტში იყოს, მაგრამ ამისთვის რაღაც ფიქტიური სამინისტრო შექმნა მნიშვნელობა არ აქვს. და რა არის ეს დამცირება იყო თქვენი აზრით? მე არ შევალ ამ დეტალებში ეს რაღაც ინდიანში და კოცური ამბავი იყო, რომ იმის ზუსტი მიზეზიც არ ვიცით, ამიტომ როგორ გავარკვიო, მაგრამ ის რომ ეს დაწინაურებას არ გავდა ეს ფაქტია და ბედნიერი რომ არავინ არ იყო ყოველთვის ვინც საჯაროდ ამას ზელაპარაკობდა, ესეც ფაქტია. და დანარჩენი უკვე რო გვაჩვენებს საერთოდ რაბედიელის მამაკომდინარაძეს როგორ შეიცვლება ბოლოს და ბოლოს ღარიბაშვილი უკან კი გააგდო ერთხელ ივანიშვილმა მე დააბრუნა მინისტრიც კი გახდა და პრემიერ-მინისტრიც, ამიტომ არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება ასეთი ცვლილებების ხდებოდეს ხოლმე. მაგრამ თუ და ეს შეიძლება არ იყოს გამ პირობებული იმ გადაწყვეტილებებით თუ ინიციატივებით, რაც ჰქონდა მდინარაძეს თუნდაც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ასე. მე მინდა რომ ასე იყოს, რომ ქართულ ოცნებაში თუნდაც ბიზნესმენებმა მიხვდეს, რომ შეცდომა დაუშვეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში. და მე ვეცდები გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს, რომც ეს არაფერშ არ იყოს მდინარაძესთან. თუ ამის გამო მოხდა და შეცდომა დაინახეს, ეს იგი შენიერეს, იგი რაღაც შეიძლება ახლა მომავალში მინიმუმ შეიძლება სახე შენარჩუნების ამბავში სწრაფად არ მოხდეს ეს და მაგალითად უბრალოდ გააჩერონ აღსრულება რაღაც კანონების, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ეს ამის გამო მოხდა, ჩვენ ამას შედეგს დავინახავთ. მაგრამ თუ ამის მე იმასაც არ გამიცხავ რომ სულიად სხვა მიზეზები შეიძლება იყოს პიროვნული სხვა თანამდებობების უფლებების კონფლიქტი და ასე შემდეგ. ანუ უამრავი რაღაც ხდება ხოლმე ასეთ სიტუაციაში, მით უმეტეს ძალიან მკაფიო ვერტიკალია აწყობს ბიზნესმენებმა ცოტა ხნის წინ ირაკლი ყობახიძე იყო, მე იყო მდინარაძე და დანარჩენები და ეტყობა ამან არ იმუშავა და უფრო ტიპურ მართლობისკენ დაბრუნდა, როგორც ჩანს, სხვა ადამიანები არიან და ერთი კაფე ვერტიკალი არ ჩანს. და ამიტომ მილიონი მიზეზი შეიძლება იყოს. მე არ მინდა ვიყო მარჩელობ, მაგრამ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ყველაზე მძიმე შეცდომა იყო, რაც ბოლოს დაუშვეს ქართულ ოცნებაში. და ზოგადად მე მივიჩნევ, რომ ეს საჩუქარია ოპოზიციისთვის. არ ვიცი ზოგადად თქვენ რას აკეთებენ, მაგრამ ჩვენთვის თავარი ამბავი ეს არის და თავარი ახალი ამბავიც ეგ არის, თავარი პოლიტიკური ამბავიც ეგ არის და ზოგადად რა შესაძლებლობას გაძლევთ თქვენ და თქვენ გულისხმობთ სამმართველოს და მის ფუნქციას მონიტორინგი ჩაატარებს და რეაგირება. ჯარიმები, ვახოსანაეს დაჭერა, აი ეს რაღაც MMA-ის მებრძოლის რაღაც სიწმინდების დაცვა, მე კიდევ რაღაც ვიღაცები რომ გამოაგორეს მსახიობი, რომელიც რაღაცას იცავს ასევე. აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის უზარმაზარი შეცდომა. რომელიც შეიძლება თქმა უნდა გაუვიდეს ქართულ ოცნებას თუ არაფერს არ იზამ, მაგრამ თუ წინააღმდეგობას გაუწევთ, მე მგონი არა თუ არ გაუვა, მე მგონი შეიძლება დამარცხდეს კიდეც. იმიტომ რომ პირველ რიგში აი მარტივ მაგალითს მოგიყვანთ ის სრულიად ჩემს პრინციპში მიუღებელი, მაგრამ ცნობილი პლაკატი ბიზნეს ივანიშვილზე. ის ხო თელმა ქვეყანამ გაიგო, რომ კი მასთან ბრძოლა დაიწყო. არავის რო არ დაეჭირა ეს ბიჭი, ხო არავინ არ გაიგებდა ამ პლაკატს, ნახავდა 20 კაცი ამას. შეიძლება ვიღაცას ფოტო დაედოს სოციალურ ქსელში, მაგრამ ამდენი ასეთი გინება იდება, არავინ არ ასწრებს ყურადღებას. იმიტომ რომ დაეჭირეს თელმა ქვეყანამ გაიგო. მათ შორის იმ ხალხმა, ვისაც საერთოდ არ აინტერესებდა ეს ამბავი. აი ასეთი რაღაც არის სიტყვის თავისუფლება. ერთ რაღაც ნაბის გაადგავ და ხუთ უფრო მეც მიიღებ. ქართული შვილი რო დაბულინგდა, ეს სასაცილო ხო ყველა ხო კიდევ უფრო გაგვეცნდა რომ დაბულინგდა, ამ ხელაკაც გამოვიდა, ვისაუბრეთ, ცემო ხალხო და მე ტირილი დაიწყო ამის რომ დამაბულინგეს. ეს ხო შემთხვევითი არის და ეს ხო მარტო რაღაც გინებით კი არ დაბულინგდა, დაცინვით მათ შორის, სხვადასხვა რაღაც შარჟებით და ამ შემდეგ. ანუ ერთობლიობა რეაქციის ისეთია, რომ შეუძლებელია ჩვენ საზოგადოებაში ასე შეზღუდვა შემოიტანო თუ წინააღმდეგობა გექნება. აი ნახეთ, ეს გაფიქრებინებთ რა შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში ეფექტური? ჩვენ ახლა ზოგადად მე არ მესმის მათ შორის ხალხის ვინც ოპოზიციად მიიჩნევს თავს და ამ თემას არ იმჩნევს და არ გეგმავს რაღაცას ამ მიმართულებით. ჩვენთვის ეს თავარი თემა და თლიანად კონცენტრირებული ვართ დასვენებას არ ვაპირებთ. კი ბატონო, თქვენ რას გეგმავთ? დაწყებული მე დიდი ხანია ვლაპარაკობდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იარაღი დაცინვის იარაღია. ჩვენ უკვე ხალხის დაგვიკავშირდა ზოგი რაღაც პოეტები და რაღაც კრეატიული ხალხი და ეხლა უბრალოდ პრობლემა გვაქვს როგორ დავაორგანიზოთ ეს, როგორ გავფილტროთ ვინც რა შეუძლია და ამაზე მუშაობთ, რომ საბოლოო ჯამში ნელ-ნელა მზად ვიყოთ, თუნდაც როცა გააქტიურდება პოლიტიკური ცხოვრება
იმისთვის რომ აი ბევრი კონტენტი შექმნა დამცინავი მათ შორის. ეს არის ჩვენ ისედაც რო შეხვიდეთ ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ დაიდო ძალიან პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც გინებებია ჩამოთვლილი, ცნობილი გინებები, მათ შორის მთავრობის მიმართ და მე მგონი აი ყოველად დაუშვებელია სხვა თუ არაფერი მთავრობის გინება აუგზავნო ქართულ კაცს. ბევრჯერ გვითქვამს ეს, ნუ მთავრობის გინება ეს წმინდა უფლებაა მე მგონი საქართველოში. და ვინც ამბობს რომ ქართულ კაცს არ აქვს მთავრობის გინების უფლება, ის ყველანაირ გინებას იმსახურებს ჩემი აზრით. ხო და აი მათ შორის ამაზე მუშაობთ, რომ ხალხს ესეთი ჭეშმარიტებები გავაგებინოთ, იმიტომ რომ შეიძლება გასაგებია, რომ ერთმანეთის გინება ეს ცუდია და არ უნდა იყოს ახალისებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და როცა ხალხს გონია, რომ აი რატომ გინებას ხო არიცაო, ასე რაღაცა პროპაგანდა ხო ამაზე დგას, ვითომ გეგონება ხალხს გინების დაცვა უნდა. მაგრამ აი მთავრობის გინება, რომ უფლება და დაცვა უნდა იყოს, იმიტომ რომ მთავრობა ვიღაცას ყოველთვის არ მოეწონება. და ყოველთვის იქნება ვინც შეაგინებს და ეს უფლება უნდა იყოს დაცული. თუნდაც შეიძლება სულად უსამართლო დაგინებდეს. შეიძლება სულად იდეალური მთავრობა იყოს, მაგრამ მაინც ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ მთავრობა ბეროთ რო ძლიერია, ერთი ადამიანი ძალიან სუსტია და თუ აი ამ შემთხვევაში ეს სუსტი ადამიანი იქნება დაცული, მაშინ ნამდვილად იქნება სიტყვის თავისუფლება დაცული ზოგადად ქვეყანაში. კი ბატონო, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერთან წინააღმდეგობა ჯობია თუ კი თქვენ და სხვა პარტიებიც თუ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს პარტიის წევრი იქნება თუ არა ადამიანი, თუ კი დაუპირისპირდება ან ცინიზმით, ან ისევ ამ ფორმით, რა ფორმასაც ებრძვის სიტყვა ზოგადად ძალიან ძლიერი იარაღია და თუ ხარისხიანად გამოიყენებ, სრულიად საკმარისი იქნება. თუ ქართული ოცნების ლიდერებს, მათ შორის ბიძამაშვილს შანსი გაუჩნდება, ცუდი გაგებით შანსი ისტორიაში კომიკურ პერსონაჟად შევიდნენ, მაშინ ეს ის უკან დაიხევენ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ თან რომ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია. პივი ბათლები რო არის მაგალითად, როგორ შეიძლება რეპერს აუგზავნო ვიღაცის გინება. და როგორ შეიძლება ეს ხალხი იყვნენ ჩუმად და არ წერდნენ თავის ტექსტებს მთავრობის წინააღმდეგ. როგორ შეიძლება მთავრობას არ აგინებდნენ პირდაპირ გაგებით. როგორ შეიძლება არ იცავდნენ რა ის რეპერია თუ მთავრობას და პოლიციას ეხმარება და ეთანხმება და გინების შემთხვევაში პოლიციას შერეკავს. ეს ხო სასაცილო იქნებოდა. და აი ესეთი ბევრი ნიჭიერი მათ შორის ახალგაზრდა ადამიანი ყავს, რომელიც ჩვენ ახლა ყველას პრეტენზია არ აქვს, ყველა შევკრიბავთ. ჩვენ ვესწრებით, ვისაც შევძლებთ შევკრიბავთ, ჩვენ საქმე გავაკეთოთ. და თქვენი საქმე არის ხო სხვადასხვა კონტენტი დავდოთ, სხვა პოლიცია დავაფიქსიროთ. სოციალურ ქსელში გქონდეთ კამპანია. რაც შეიძლება მეტი ენერგია დავხარჯოთ, ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს არ არის სწორი. სხვადასხვა გზით. მათ შორის დაცინვით, შეიძლება 7 პოსტით, სადაც აღწერილი იქნება არგუმენტები, ვიდეოებით, აგრე ეთერებით და ასე შემდეგ, რაც პოლიტიკოსის საქმეა ზოგადად, ხალხამდე მივიყვანოს სწორი პოზიცია სხვადასხვა ფორმით. აი, სხვათა შორის მე მინდა რომ მაინც ამაზე კითხოთ, დღეს შემხვდა პოსტი გირჩის ბაბლში, სადაც საუბრობდნენ სწორედ ამაზე, რომ თქვენ რაღაც როცა კანაფი დათესეთ ნარკოპოლიტიკის შესახებ ბრძოლის პროცესში და არა რაიმე სხვა ფორმა, მსუბუქი ფორმა კი არ მოგიფიქრებიათ, არამედ პირდაპირ კანაფი დათესეთ. და რაღაცნაირად ასე მე მგონი დაგიწუნათ ეს გზა, რომ ლექსებით თუ პოეზიით დაუპირისპირდეთ ხელისუფლების აი ამ პოლიტიკას. ამაზე რა შეგიძლიათ გითხრათ? იმიტომ რომ შეიძლება გყავდეთ კრიტიკოსი. ჩვენ ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფი ვართ, რომლის კრიტიკა არის და ჩვეულებრივი დისკუსიები მიდის. და ამიტომ ყველა შეუძლია შემოვიდეს ჩვენ ჯგუფში გირჩის. ანუ აქ იმის კითხვა მინდა რომ ეს რამდენად ეფექტური იქნება და ეს რამდენად შეიძლება თანმიმდევრული იყოს. დააკვირდებით, ანუ სიტყვას ზალით ხო არ უპირისპირდება. ანუ სიტყვა სიტყვით უპირისპირდება. სინამდვილეში ყველა სიტუაციას თავისი ინსტრუმენტი აქვს. ვიღაცა შეიძლება ერთი ინსტრუმენტი მოწმოს, მეორე ინსტრუმენტი, მაგრამ ალტერნატივა რა არის? აი წარმოვიდგინეთ, ვიღაცა გიზალავს სიტყვის თავისუფლებას. შენ შეიძლება თქვა ზალა დაუპირისპირდე და აჯანყება მოაწყო. ხო? ანუ მაგრამ აი ამ სიტუაციაში სიტყვის თავისუფლებას უდავენ, კიდე რა ინსტრუმენტია. ჩვენ ეხლა ხბერი ხალხჭერი ვიყავს, ვისაც ჩვენგან შეიძლება ჰიპერაქტიულობა უნდა და ბუნებრივია და უნდოდეთ ჩვენ რაღაცას შევძლოთ, ვაკეთებთ. მაგრამ ბევრი მაგალითია, უბრალოდ ნელა ამაზეც მოგიყვებით, მაგრამ ჩვენივე ისტორიაში, ჩვენივე წინაპრების, დიდი წინაპრების, სადაც ერთმა დაწერილმა ლექსმა მთელი ცხოვრება გაუნადგურა ადამიანს, ოპონენტს. და ამას ძალიან დიდი ის ძალიან სერიოზული იარაღია. ეხლა ვიღაც შეიძლება არ ესმოდეს ამის ზავა, მაგრამ მე გავიგე რომ რასაც გიზღუდავენ იმით კი და ამიტომ თან პირდაპირი დარტყმა, ერთი კითხვა მაქვს და მინდა რომ მოვასწრო. თქვენ ამბობთ რომ ეს არის შეცდომა ხელისუფლების. შეცდომა შეიძლება უნებლიეთ მოგივიდეს. თქვენი აზრით გაუაზრებელი შეცდომაა თუ განზრახ პოლიტიკა ამ თავისუფლების შესაზღვრად? ნუ მე მგონი ზოგადად განებრივებულია იმით რომ წინანდაგობას არ იღებს, ამიტომ ასეთი შეცდომები მოსდის ხო
ხოლმე, მაგრამ მე ზოგადად მგონია, რომ ეს კანონი არის კოლექტიური გორდულაძეების კანონი, ასე ვეძახი ამას. ზოგადად თელი შეზღუდის კომპლექტი, იმიტომ რომ ისეთი ხალხი როგორც ბიზნესმენშვილია, თუნდაც მამუკა მდიდრანაძიანი, რაი კოლბახიძე, ასე თუ ისე იმაშვილ შემთხვევაში რთული წასული გამოიარა, არ მგონია რომ ვიღაცის გინები შეიძლება შეაშინო. ან არ იცოდნენ ამ ხალხმა როგორ უნდა უპასუხო ვიღაცა თუ გაგინებს და გაწუხებს. მაგრამ აი ეს ახალგაზრდა თაობა, რომელიც აი რაღაც კამსამოლელებით გაიზარდნენ, რომელსაც არც რაღაც ძიმე გამოცდილება აქვს, არც რაღაც განსაკუთრებული რაღაც თქვათ უნარჩვევები პოლიტიკური, ისინი როცა მათი გინება დაიწყოს აქტივისტებმა და ეხა გინებას დაიწყებდნენ, იმიტომ რომ ბოლოს ქართული ოცნება იქეთ აგინებდა და უკან რეაქცია რომ მოყვებოდა, გასაგები იქნებოდა. გინება რომ დაიწყეს ასხი ვერ გასცეს. გორდულაძე ან სხვა. ხო და უყურეთ, აი ეს დაბალი რანგის პოლიტიკოსები მივიდნენ მე და რა მექენი თუ აგ რესტორანში შევდივარ მაგინებენო. ზარქვა წავიდა დასვენებლად იქ აგინეს. მე ჩავიდნენ სადღაც ვიღაცამ ჩააფურთხაო და შემდეგ ანუ შემდგომში ეს დაბალი რანგის პოლიტიკოსები უბრალოდ მივიდნენ ხელმძღვანელად და დახმარებას თქოს ქენიო რამეო და მიიღეს კანონი გაამკაცეს, მაგრამ მე რა გამოვიდა? სასამართლოში უნდა წასულიყვნენ ეს ხალხი. და კიდე უფრო დაცინის ობიექტები გახდნენ, როცა მამაკაცი ქალს უჩივდა მაგინაო. ვის გაუგია, რომ ქართული კაცი პოლიციაში რეკავდეს ვიღაც ქალმა მაგინაო. აი ხო სასაცილო გახდა. ლიდერები ითვალისწინებენ ჩვეულებრივად იფიქრეს, რომ ეხლა რა ვიცი, ჩვენი ხალხი რაღაცა ისე იჩაგრებიან და რა მაინც ყველაფერი გავგდისო და ეს ხო ბიუროკრატიული ლოგიკა, მე ერთი კანონი, მეორე კანონი, მესამე კანონი ეს სკროლვის სააგენტო ამ შემდეგ და ბოლოს აი ასეთი ფორმა მიიღო, მაგრამ ამიტომაცაა შეცდომა ეს ხო ერთ დღეში არ მოხვდა. ერთ დღეში ხო არ მოვედით აქამდე. უბრალოდ ამდენ რაღაც გავვიდა და პირად გავვიდოდათ, მაგრამ ეხლა თუ დარტყმა იქნება ქართულობის ლიდერებზე, მე მგონი ამ კანონს გაიწვია. მადლობა სანდრო რაქვიაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღისამები ამით გემშვიდობებად 3 საათზე